პირველ რიგში მინდა ზოგადი კითხვით დავიწყო ჩვენი ინტერვიუ და შემდეგ რამდენიმე საკითხზე რა თქმა უნდა დეტალურად ჩაგიკითხებით. ფაქტია, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ფაქტია, იწყება თუ გრძელდება ან შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს სანქციები, რომელიც მოდის დასავლეთიდან. როგორ სრულდება 2024 წელი? ბოლო რამოდენჯერმე შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ და ახლა გავიმეორებ, რომ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ამაში, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკურ გზას. ეს უკვე მრავალჯერ იქნა განმარტებული ბევრი ჩემი კოლეგის, ბევრი პოლიტიკოსის მიერ და ვერანაირი დასაბუთები ამისა, რომ ქვეყანამ გადაუხვია ამ გზას არ არსებობს. და მე ადრე მე მგონი თითქმის წელი გავიდა, რაც დავაფიქსირე, რომ ჩვენ მოსკოვში არავის გავყვებით, ამიტომ ცდარია ეს თქვენი მოსაზრება, რომ გადაუხვია ქვეყანამ. თქვენ მოსაზრებაში ვის გულისხმობთ ევროკავშირის ლიდერებს? ჩვენი მოსაზრება საინტერესო არის. მაგრამ დავუშვათ, მე მჯერა რომ გადაუხვია, თქვენ რომ არ გჯერათ. აი რას ეპოტინებით, აი ვისი გჯერათ, რისი? რომ არ გადაუხვევია, მაშინ რა ხდება ქვეყანაში? და როგორ შეიძლება 12 წელია უყურებ მე ამას, აქ ვცხოვრობ და კი არ გადაუხვია, აბსოლუტურად ევროპისკენ წავიდა. ჩვენ რა გამოვიარეთ, ხო? ამის შეკავება შეუძლებელია, რომ ეხლა დამთავრდა. ყველაფერს გადააჭარბეთ, ყველა ზღვარი გადავახეთ, უკვე მადლიერების, საქმიანი მიდგომის, ადამიანობის არ შეიძლება ესე რა. ყოველ დღე და ღამე იძახის, ყველა უკვე ბანალური გახდა ეს, მაგრამ ხო დაწყნარდა ქვეყანა, ხო მშვიდობა გვაქვს არა? ბიზნესი ხო განთავისუფლდა. ან ის ადამიანები რომ მოდიან აქ და ვინც ახლა ხელმძღვანელი ხალხი არიან, ძალიან არ მინდა და პერსონალიებზე გადასვლა, მაგრამ როგორ შეიძლება გიორგი ქადაგიძე აქ მოვიდეს და ბიზნესზე რამე ილაპარაკოს? შეიძლება ესა? მე მასწავლე თქვენ ევროპას 2006 წელს მე საქმით გავაკეთე ესა მოვიყვანე Societe Generale. გიგანტი ევროპული საბანკო სექტორის 2006 წელს და ქადაგიძემ გააკეთა ყველაფერი რომ ის გასულიყო ამ ქვეყნიდან 2009 წლის დასაწყისში დაენიშნა და პირველი რაც გააკეთა სოგჯენი 9 მილიონი დააჯარიმა. ეს ადამიანი როგორ შეიძლება და ისე მირჩევნია რომ მომავალზე ვისაუბროთ, მაგრამ რადგან ახსენეთ, ანუ სერიოზული ბრალდება არის და არ იმსახურებდა, დაუმსახურებდა დააჯარიმა და მაგიტომ ასაღაცას ლაპარაკობ საბანკო სექტორის ხალხს კითხეთ გიორგი ქადაგიძის კმედებები კაცო. მე არ მინდა რაც ყველა მიცის უკვე ქართოს შემთხვევა. გეუბნები სოგჯენის თემას. მე გეუბნები ლაშა ყველანაირად ხელს მეშლიდა რა, ყველაფერში. მე არ ვიცი რა და როგორ ამოძრავებდა, მაგრამ ხო გეუბნებით 8 წლის აგვისტოში ორი ფილიალი დაბომბეს, ისევ ამათი თხოვნით გახსნილი ხეითში ქონდა საბაჟოზე ფილიალი სოგჯენის აბრაუნდოდა და ითხოვეს. კიდევ კაი მე არ ვიყავი ჩართული პირდაპირ თხოვეს ფრანგებს. და ის ფილიალი პირველი დაიბომბა. და სამთეში შევიდა ამის ბიჭო, ნუ აკეთებთ ამას, მე ვთხოვდი. არა მარტო მაგას, ბატონ პრემიერსაც იმ დროინდელს. ამას ნუ აკეთებთ. არ შეიძლება ესეთ რაღაცები, არ შეიძლება რომ გააკეთოთ თქვენ და. ეს ხალხი ახლა ზის და ამ ახალგაზრდებს, ჩვენ უსაყვარლეს და უთფილეს ბავშვებს. ჩვენც ესე ვიყავით 9 აპრილს ვიდექით იქა, მაგრამ ჩვენი შეცდომა იყო, უნდა გავყოლოდეთ პატრიარქს დავშლილიყავით რა. ეხლა მე მოუწოდებ რომ ეს დაამთავროს. არ შეიძლება ეს უკვე გაგრძელება ახალი წელია. რატომ არიან ეს ახალგაზრდები შევიდნენ პარლამენტში, ვინც თავისი მანდატები მოიპოვეს, თავისი ამომრჩევლები დააფასონ, შევიდნენ და ხალხი სანთლებს აუნთებს და უჩოქებს და აუნთებს სანთლებს იმ ადამიანებს, ვინც ამას გარეთ რაც ხდება დააწმარებს. უკვე შეუძლებელია რაც ხდება რა. თან ესეთი ხალხი რა შეიძლება თელარა თქვენ წარმოუდგენელია რა. ყველაფრის უფლება აქვს, ბატონო. იაროს, იმუშაოს, რაც გინდა აკეთოს, მაგრამ ან ბიზნესში როგორ უნდა მოbrunდეს, ან პოლიტიკაში როგორ უნდა მოbrunდეს ესეთი ადამიანები. რაც დააშავე და შეკრჩა. თის წყალობაა და
შეიმშვე, დაიმშვენე ეს რა. არა, თუ არავის არაფერი არ უნდა შერჩეს, ჩემი აზრით. ხელისუფლების კერა და ღვთისმეტზე არ უნდა ვიყოთ 12 წელი არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში და ვიცე-პრეზიდენტმა მოწერა წერილი და ხო იქნება არქივში. უნდა ხო და მოიძიონ ეგ. აუცილებლად მოვიძიოთ, მაგრამ მოდი მომავალზე ვისაუბროთ იქამდე. თქვენ არ გიჯერათ რომ საქართველოს გადაუხვია ევროკავშირის გზიდან. არც ერთი წამი არ გადაუხვია ჩვენ როგორ ცხოვრობთ. გულისხმობ ქართული ოცნების ქმედებებიდან გამომდინარე, თორე გასაგებია თქვენ ხშირად იმეორებთ რომ არავის არ გაუყვები რუსეთშიო, მაგრამ ქართული ოცნების დამსახურებაა რომ ჩვენ ეხლა შვიდად ვართ. ჩვენი ეკონომიკის ზრდა არის შეუწყვეტლად 3 წლის განმავლობაში. არ გაჩერებულა ზრდა. ყველაზე დიდი რაც შეიძლება ჩვენ რიგით მოქალაქეს გაუქმდეს. ძირითადად რა იყო ფაქტორი, ამაზეც ბევრი გვიმსჯელია და არ გვინდა მე ნების გამარჯვებულებს არ ჯიან. ფაქტია რომ იყო. გავიგე, მაგრამ ის მარტო რიცხვები არ ამბობენ ხშირად ყველაფერს და როცა ხელისუფლებაში რიცხვები, როცა საუბარია ეკონომიკაზე. ქართული ოცნება და წინა 8 წელი საშუალოდ 3.4% იყო ეკონომიკური ზრდა და მეც ვერ ახერხებდი და ბოლო 3 წელი რაც უკრაინის ომი დაიწყო, მაშინ ახერხებ ორნიშნა ზრდას, ფიჩმაც დაწერა და სხვა ანალიტიკურმა ორგანიზაციებმაც რომ დადებითი შოკი რუსეთ-უკრაინის ომი იყო საქართველოს, მაგრამ დღეს არ საუბრობთ ამაზე. აბა ჩვენ როგორ დადებითი როლი მე 2006-ში როგორ გავყიდე სოგჯენზე ეგა. სწორ ადგილას აღმოჩნდი სწორ დროს. და მაშინ არის, როცა სწორ ადგილას სწორ დროს აღმოჩნდი რა. როცა ხო, მაგრამ თქვენ სიმოქმედე არ ეხვედრებ ბომბებს, ეგ არის მთავარი. მეტი რა გინდა, რა უნდა? მეტი რა არის პოლიტიკოსის დამსახურება? რომ შენ ქვეყანას შედევა თავრესი ეგ არის უპირველესი. ქართულ ოცნებას დღეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიხავს? აბსოლუტურად ევროკავშირისკენ მივდივარ. რატო უნდა გავა? მაშინ რატო გვეუბნებიან ევროკავშირის ლიდერები, ისინი ვინც კარები უნდა გაგვიღოს, ხო ჩვენი პარტნიორები არიან. ყველა წამსვლელი. ხო მამდენი წელი გრეხმარებოდნენ. შოლცი, მაკრონი. და ტრამპი რომ მოვა რა სიზამს? აი მაგალითად ირაკლი ყაბახიძეს რო იმედიებს. რატო ავსრებ მოვლენებს? გასაგებია რა ვერ არის ის ტრამპი რა სიზამს, მაგრამ რასაც ლაპარაკობს აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რასაც რა გზასაც ჩვენ ვადგავართ. ოჯახის სიმტკიცე და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა. და ვინმე გვარცმევს ამას? არა, ტრამპი რას ამბობს და მაგას გეუბნები, რასაც ამბობს, ერთ-ერთი ემთხვევა. ეხლა რა მდგომარეობაც აგვაქვს ჩვენ? გავიგე, მაგრამ ეს როგორ შეიძლება აისახოს თუნდაც საქართველოს ამერიკის ურთიერთობებზეც სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, ვიცით და აქამდე გვესმოდა და ალბათ ხა მაგ ნარატივს ყვებით თქვენც რომ აი ტრამპი როცა მოვა მე ნარატივს არასოდეს არ ყვები. ყაბახიძე რასაც იმეორებს, ან შეიძლება ესე ფიქრობთ, მაგრამ აი დავუშვათ 20 იანვრიდან რა გითხარი და რასაც ფიქრობ, არასოდეს არ მინდოდა მეთქვა და აქამდე არ მithქვას, პირველად თქვი, უკვე რო ესეა რა. ყველაფერს თავის საზღვარი აქვს და როგორ შეიძლება ახლა არ მინდა არასოდეს პერსონალიებზე საუბარი, მაგრამ ეს ადამიანები წაიყვანენ ჩვენ ბიჭებს ახლა სწორ გზაზე? და უცნაური. ეს წაი, იცი რა ქონდა ზედმეტი სახელი ჩემ ოჯახში და ჩემ მეგობრებში ამ კაცს? მაგას ვეძახოდი ბავშვობიდან ჩამრჩა თავში, ცუდი ფილმები ბოლშევიკებზე როცა იყო. აი მთელი გულით ვიძახი რა. აი ამ ადამიანს ვეძახოდი ტყავის ქურთუკიანი. და იცი რატო? სამთა სასამართლო გახსოვს რომ ყონდათ ბოლშევიკებს. ფილმებშიც არის რომ ტყავის ბაშები და კუდები დადიოდნენ. მაუზერ გაჩრილები. აი ამას ვეძახოდი რომ არის ტყავის ქურთუკიანი. და ესეც დაამთავრა. ქართულ სცენარი იყო, მაგრამ ყველა კითხეთ რა სხვა ბანკებსაც ვერ ამბობენ და უნდა თქვან. ბანკებმა ვინც მაშინაც იყვნენ დღესაც არიან. ხო, ამ ადამიანებს არა აქვთ უფლება რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ეს ილაპარაკონ რა. ვერ დაგეთანხმებით ვის რა უფლება თუ იმ კანონის წინა კანონი დაარღვია ქართული ოცნება 12 წელია ხელისუფლებაშია სასამართლოცა ყველაფერი და წესით ყველას უნდა ეგო პასუხი. მოკლედ თქვენ გჯერათ რომ ქართულ ოცნებას მიყავართ აგებინო, მაგრამ მე გეუბნებით რომ ისევ შეცდომაში არ გავყოთ ხალხს. უნდა აგებინოს პასუხი, ეს იგულისხმება ბატონო. აგერ არის ბატონო. ქართულ ოცნებას 2015-ში გავიდა ამ ქვეყნიდან. ისევ ის იყო ხელმძღვანელი. ყველაფერი გააკეთა რომ გაეყვანა ამ ქვეყნიდან სოგჯენი. და ევროპაზე შეწამიყვანს მე ქადაგიძე? ცალკე გადაწყვეტა რატო აიჩვენეთ ეს ქადაგიძე? იმიტომ რომ აუტანელია. იმიტომ რომ არსად ესეთი ლიდერი არ არის ამ პროცესების. როგორ არ არის ლიდერი? თავში ზის კაცო, ეგ და ნიკა გილაური. ნიკა გილაურიც პრემიერი იყო. ყველაფერი გააკეთეს რომ გაეყვანა ამ ქვეყნიდან ეგ ბანკი.
ბა, ვინ არის? ესე ილაპარაკო საბრძოლოებში არ ვიძახი, მე ჩემი თმოვიყარი სისხლის ფასად. BMG-ში ყველა ეტევა შეგვიძლია მოგიწვიოთ და ნებისმიერ დროს უფრო ფართოდაც განვიხილოთ თუ გსურთ ეს თემები, თუ სამართალი სახელმწიფოში ესე ვერ უმადურობა დამღუპველია, უმადურობა. დავუბრუნდეთ მომავალს და აწმყოს, რომელიც არც ისე ნათელია და მომავალი კიდე არც ისე მკაფიო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა ლიდერი გვეუბნება, რომ ქართულმა ოცნებამ გადაუხვია ევროპული გზიდან, მოგვიწოდებენ რომ დაბრუნდით ამ გზაზე. იგივეს გვეუბნება ამერიკის შეერთებული შტატები. თოვენ ორ კანონზეა საუბარი. ბატონო ლაშა, ყველა ესენი არ მიიღებს ქართული, ჩვენ არ მივიღებთ LGBT-ს, არ მივიღებთ, ჩვენ შვილებს არ გვინდა რომ ვასწავლოთ, ეს ამ გზაზე არ გაუშვებ. და ვინ გვახმარება? არ გვინდა. მაგრამ ორი საკითხი არ არის? ორი საკითხი არ εδავებიან? ერთი ეს საკითხი და მეორე ის კანონი. ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი. ამით დაიწყო ყველაფერი. ხო და არც ერთი არ არის მნიშვნელოვანი. შენით ვერ ხედავ, მე მგონი 2-ჯერ 2-4-ით ნათელია და ყველა ხედავს, რომ იმას არ მიიღებს ქართველიერი, ჩვენ ვერ წავალთ მაგზაზე და მეორე რაც არის ეს ერთი არაფერი თითიდან გამოწვეული თემები. და რატომ შემოაბრუნეს? აი რუსული კანონიზე წინაზეც გურჯელია, თქვენ მაშინაც იყავით. მიზეზებს გიპოვიან. ყოველთვის გიპოვიან მიზეზებს. აი რატო? და რატო? ანუ თუ აქამდე ყველაფერს ცდილობდნენ. გადაგიზემ. ცოტა ხანი სხვა დროს რო ვისაუბროთ ამ თემაზე შეიძლება ეს არა, მაგალითად ადვილად გასაკეთე რო გახდეს როგორ აქვს. თუ აქამდე ევროკავშირი ყველაფერს აკეთებდა. შეფოსო ჩამოაყალიბა და რაღაცას გვიხსნი და ესე ბიზნესმენებს უნდა დააგიხსნათ რომ ეს შეფოსო და რაღაცა და აი მაგალითად უკრაინა და მოლდოვა დაუახლოვდნენ ევროპას. წერს დაავს უკრაინას დაუახლოვდა. ტრაგედია ტრიალებს. უყურეთ რა ხდება. ხო, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის 100 წელი ტრამპი იძახეს თვითონ 100 წელი დასჭირდება რომ აღდგა და სასწრაფოდ შეწყვეტა. ტრაგედია უკრაინას ეს ვიცით. თავისმა თავმა დამართა საქართველოში დავბრუნდეთ. აწმყოში ჩვენ არ დავმართ. ბევრი დროც არ გვაქვს. მოკლედ თქვენ არ გჯერათ, თქვენ გჯერათ უბრალოდ. და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ რო გარბის და თქვენი აზრი გაქვთ ქართულ ოცნება საქართველოს მიყავს ევროკავშირისგან. დარწმუნებული ვარ რომ მიყავს და ბევრჯერ ყველგან დავაფიქსირე, ვინმე თქვა რომ არ მიყავს იქ შეხვედრებზე ბიზნესმენებთან. არავის არ უთქვამს ეგეთი. არამტენერი არგუმენტი მაგისი არ არსებობს. ყველაფერი გააკეთა, რა ვთქვა ეხლა ვიზაირებზე, ესაც ლაპარაკობ ტელევიზორში ისედაც ყველანი ეს პლუსები რატო ჩამოვთავო ეხლა მე თავი. შემდეგი ორი კანონი გითხარი, ერთ ამერს არ ჭირდება, არ გვინდა ჩვენ ბავშვებში პროპაგანდა LGBT უფლებების და მეორე ეს სასაცილოა. ხო, რუსულ კანონზე ერთ რეპლიკას გავაკეთებ, მხოლოდ ეს კანონი ფაქტობრივად აი არის სწორედ მთავარი კითხვის ნიშანი, არც აუმოქმედებია გულისხმობ იმას, რომ არც ერთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში თუნდაც ძალით არ შესულა ოცნება, ანუ არც არაფერში არ სჭირდებოდა და მიზეზი თვითონ გამოიგონა იმისთვის, რომ პროცესი ევროინტეგრაციის ჩვენ ვაპატიოთ თუ რამე შეცდომა დაუშვათ. ჩვენი წინამძღოლი ვინც არის, იმას ვაპატიო შეცდომა. მე პატარა კომპანიისთვის ვერ მომივიდა. სამ რამდენი ორი დაასახელე, ერთ თელიერი თუ შეცდომა, მაშინ ხომ უნდა აღიაროს. მოდი ასე ვთქვათ. მოაპატიებდი ბატონო, მაშინ ვიჩხუბოთ. ბატონო? ვიომოთ, ვიჩხუბოთ. არა, ხო შეიძლება რომ აღიაროს ხელისუფლება ხომ აღიჩიეთ იმისთვის, რომ ქვეყანა განავითაროს 78 მუხლი რაც თავად ჩაწერეს იმ გზაზე წაგვიყვანოს. ირაკლის ბიზნესმენებმა ხო დავაფიქსირეთ გამოსვლის მერე. ხო, აი მივყვეთ მაშინ ეგ უფრო საინტერესო იქნება ალბათ მაყურებლისთვისაც. მთელი წინაკვირა სხვადასხვა რესპონდენტები ყვებოდნენ ვის რა კითხვა ჰქონდა. აი თქვენ უშუალოდ რა კითხვა ჰქონდათ ირაკლი კობახიძესთან და რა პასუხები მიიღოთ? მე მინდა რომ უფრო სითბო იყოს და მე ვთხოვე ირაკლის რომ უფრო თბილად მოეპყროს მოქალაქეებს, გავიდეს ხალხთან, მაგრამ არ მოდიან ეს ბავშვები. არა, სიტყვებს ვამბობ მე რომ თბილად შეიძლება უფრო ელაპარაკო ადამიანებს და ცოტა უფრო ეხლა ახალგაზრდაც არის ნერვებიც ხო მე გამოვედი ეხლა წყობიდან 56 წელს ავარ ისეთ კითხვებს და ისეთ რაღაცებს უყურებ და უნდა ვაპატიოთ შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ დაღვინდებიან და შეძლებენ უკეთესად ამის კეთებას. არაფერი აქ უპატიებელი არ არის, ყველაზე მთავარი ეგ არის რა. ცოტა ცივი მიდგომა აქვს, ცოტა სწორხაზოვანი მიდგომა, მაგრამ ეპატიება ეს ადამიანს იმ დროს როცა 24 საათიანი სამუშაო გაქვს და უამრავი რისკები და უამრავი პრობლემები აარიდეს ამ ქვეყანას. რა ვაპატიოთ?
ყველაფერი რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჭერდა. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ყველას ერთმანეთს, აი აჩუქეთ ერთმანეთს ტიტები, ხო გახსოვს? ეგრე უნდა ვიცხოვროთ. ვერ შველის ძალადობა და ბოროტება ვერ გააერთიანებს, ვერ აღადგენს ჩატეხილ ხიდს. მხოლოდ სიყვარული, სითბო, ძმობა. ძალიან პატარა რაღაცა დიდი ამბიციები გვაქვს ჩვენ და არა ვართ ამ ხელაერი, აი შენც ისე მეტყობა რაღაცა ამბიციები არ გვაქვს, ან ძალიან მარტივია მივდიოდით. შევაწუხეთ უკვე მთელი მსოფლიო და ევროპა ჩვენი აუტანელი გამოსვლებით რა. არა მე მგონი აღარ გამორთავენ ტელევიზია საქართველოს გაგონებია. არ ეთყობა ევროპას ჩვენი შეწუხდა პირიქით ყოველ შემთხვევაში ქართული ხალხი. ნორმალურ ევროპას არ უნდა ესეთი საქართველო. ქართული ხალხით ყველა აღფრთოვანებულია და ჩვენი სურვილით ჯიუტად გვინდოდეს ევროკავშირის წევრი. კარგით ჩვენი მომავალი არის მსოფლიოს თხოვოთ ნეიტრალიტეტი. ჩვენ ამ წუთას ძალა არ შეგვწევს ამ მონსტრებთან თუნდაც თითო 100 მილიონს გადაცილებული ერია, ჩვენ დემოგრაფიული პრობლემებით 4 მილიონიანი მოსახლეობა დავრჩით, ჩვენ უნდა ვიყოთ 7 და თავდავლად ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ, მივიღოთ სტიმულები. არა, შვეიცარია გავხდეთ, ჩაკეტილია? გვაქვს, მე შვეიცარია. მეორე მსოფლიო ომში ბომბარდმა მოიხდა. გვაქვს ნეიტრალიტეტის ამ გეოგრაფიაში. ბუნება ძალიან კარგი გვაქვს და დანარჩენი გეოგრაფიული მდებარეობა არ ამგონია და გეოპოლიტიკა უარესი გვიწყობდეს ხალხს კარგი მთელი სასაუბრები გადავლილი იყო რო ვისაუბროთ ბატონო ლაშა არ ამგონია მარტო სითბოთი პატიებით სიყვარულით რაღაცა რა ვიცი სადმე წავიდეთ ან კაცობრიობას მეტი სხვა არაფერი არა მარტო სიყვარული კიდე პურს ვერ გვაჭმევს რა პრობლემები გველოდება ეკონომიკაში თუ მალე არ დასრულდა პოლიტიკური კრიზისი. კითხვა სხვა მეტი ძალიან დიდი პრობლემა გველოდება. მე მგონი ორივე მხარე მიცის ეს და რას ვაკეთებ მე ამისთვის, რომ უდიდესი პრობლემების წინაშე ვაყენებთ ეკონომიკას. ვიღაცა ზოხარია. რას ვაკეთებ? ირაკლი კობახიძემ რა გითხრათ? ხო არ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრია, იქ ყავდა ლევან დავითაშვილი. რა უნდა გააკეთოს ირაკლი კობახიძემ? აი ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ასეთი პროტესტია. და თუ საუბრობთ პატიებაზე, აი ის რას აკეთებს? მე არ ვიცი. სამ პასუხისმგებლობაც მეტი აქვს, ხო? ძალაუფლება არის მის ხელში. ყველაფერს აკეთებენ და სამშვიდებლად მე მგონი. რა გააკეთეს ის, რომ ყოველდღე გვიმეორებენ 800 კაცი ხართ, არა გუშინ 1200 იყავით, აჰა 3000 იყავით. ამაზე ხო გითხარი, ჩემი პასუხი, რომ ჩვენ არ უწონებთ ამას რა. არ არის ეს კარგი, რომ 800 კაცი ეძახო, როცა ბევრია. არა აქვს მნიშვნელობა. თუნდაც 800 იყოს. რა 800 კაც მოვლა უნდა, მოფერება უნდა. და რა გითხრათ, რატო არ ვეფერებ? ყველაზე მთავარი მე ამ ბიჭებს მივმართავ და გოგოებს ვინც არიან, ვისაც პირადად ვიცნობ ყველას 4 პარტიას, ვინც მანდატები აიღეს, რომ ქართველიერი არ დაივიწყებს ამ შერიგებისთვის, ვინც პირველ ნაბიჯს გადადგამს. ეს არის ოპოზიციის მხარე. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებს, დედებს, ვისაც შვილები მოუკლეს იმ დემოკრატიული სამყარო ასე ამ 35 წლის ომის განმავლობაში, რაც ხოცავთ ერთმანეთს, დაწყებული ჩვენი სამოქალაქო ომით, დამთავრებული აფხაზეთი თუ ოსეთი თუ ტრაგედიაში ვართ 2008 წელი და ასე შემდეგ. ეს დედები ამათ ხომ გაუფრთხილდეთ რა. ვინც ამას პირველს გადადგამს ამ ტრაგედიაში, რაშიც ვართ ახლა ჩვენ და ვინც იტყვის, რომ ჯანდაბას ყველაფრის თავი. ჩემი ერისთვის, ჩემი ხვალინდელი დღისთვის შევდივარ პარლამენტში. სიმშვიდე იყოს. და ვთმობ ყველა ჩემ ამბიციას. წარმოიდგინე შე რა ისტორიაში შედიან ერთ წუთში შედიან ისტორიაში. მოდი, ოცნებასაც ურჩიეთ მაშინ. აი ერთ წუთში როგორ შევიდეს ისტორიაში, მაგალითად ბიძინა ივანიშვილს რისი გაკეთება შეუძლია ახლა. ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში. რითი? აი დღეს რო დაამთავროს მოღვაწეობა, შევიდა ისტორიაში. რითი? ისტორია იტყვის, რითი, რაც გითხარ რა არა, თქვენ შეაფასეთ. რომ ჩვენ ქვეყანას ომი ააცილა. არ გქონია, მე მგონი არ არის ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში არ არის ოჯახი, ვისაც სამოქალაქო ომიდან 90-იანი წლების დღევანდლამდე აი ამ ტრაგიკულ პროცესებში არ აყავს დაკარგული უახლოესი ადამიანი. მე მყავს. ჩემს ირგვლივ არც ერთი ადამიანი არ არის და ამ ხალხს რას პასუხობ?
ეს ძალიან დიდი მონოპოლარი არის. ეხლა რომ ცეცხლიანთია. გავიგე, ანუ თქვენ გჯერათ ამას წინათ მოისმენთ ალბათ იმედის ფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებასაც, რომ ან იჯერებ რომ მართლა რაღაცა deep state გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ ებრძოდა ქართული ოცნება და იმის გამო ხდება, ასე ვთქვათ, მათი გავლენების გამო ის რაც ხდება საქართველოსა და პარტნიორებს შორის. ტრამპს და მასკს უსმენ. ხოლო დილიდან საღამომდე გადართული ვარ წმენაზე. ანუ ჩემი იმას რა ჯერე, იმას შეეკითხე. მე ჩემი ვიღაცას ეკითხები, რას ეკითხები? სოფლიომ გაიგო deep state-ის და გლობალური ომის პარტიაც ჩემგან არა და ბატონი ბიზნესგან არა და არც ირაკლი გობახიზან, არც ოპოზიციისგან. უსმენეთ რა ხდება სოფლიოში. ანუ გჯერათ ამ ვერსიის, ამ ფული ისტორიის. მე დავიჯერებ ამას სამთვეში. როდესაც მოვა ტრამპი, ნახავ ჩვენ პრაქტიკოსი ხალხი ვართ, ნახავთ რა მოხდება რა. ჯერასაც აცხადებენ ესეა. რა გაუგებარი რა ვთქვი. გაგურებული მეყურებ რა. თქვენთვის ყველაფერი გასაგებია, რასაც როგორც ხვდები, ქართული ოცნების პოლიტიკა, განცხადებები. პოლიტიკა ერთადერთი არის, რომ გამარჯვებულებს არ სჯიან და ამ ადამიანმა ამ თუ იმ გზით ამ ქვეყანას ააცილა დიდი ტრაგედია. რაც ვერ ააცილა ბომბი რომ მოდიოდა გჯერათ. ესაც მოდის ეს ბომბი და იმიტომ გთხოვ და იმიტომ ავღელდი. დღეს მოდის ამ წუთასაც რისკის წინაშე ვდგავარ. ჩვენ დავასწარეთ მაშინ ბერლინის კედელი სანამ ჩამოინგრა, ქართველებმა 9 აპრილი მოვიწიეთ თავს. გასაგები. ცოტა დრო გრჩება და მაშინ ასე დავსვამ კითხვას ეკონომიკაზე, მინდოდა კიდევ უფრო მეტი მესაუბრა, მაგრამ აშკარად დრო არ გყოფნის. პოლიტიკაზე გადავედი. რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია პოლიტიკა, ბევრად განსაზღვრავს, როგორი იქნება საინვესტიციო გარემო, ბიზნესის აქტივობა, რა განწყობები გექნებათ და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ვარ შევიდი. სერიოზულად? სერიოზულად. რა ვქნა? არაფერი. ესეთი დრო მოვიდა. ხო, თუ ბიზნეს ვერ გააკეთებთ, რაღაცა ხომ დააკეთოთ და პოლიტიკაში? თუ მასკი წავიდა, ჩვენს მევყვებით. აჰა, კარგით. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, დასანქცირება რა პრობლემებს უქმნის საქართველოს? მოგიხარია ეს. ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ვართ ცოტნე დადიანის შთამომავლები. შენ განსაკუთრებით. მეც დედულეთია ჩემი და. ცოტნე დადიანის შთამომავლებმა არ შეიძლება ეს ნიშნის მოგები თქვა და გვიხაროდეს. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ეს, რომ ჩვენი ადამიანები დაასანქცირეს. ვიღაცას უხარია? არ შეიძლება, ეს არის ტრაგედია, ეს პრობლემა ჩვენი სხვას დავიწევთ თავზე. ამით რომ ჩვენ ესეთი გაუტანლობოდა. ხარია კი არა, ან ვინმეს უხარია თუ არა. რა პრობლემებს გვიქმნის მთელ ქვეყანას? შინაგან საქმეთა მინისტრის დასანქცირებულია, უკვე კეთდება პროგნოზები, რომ სანქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს, არის ყვითელი ბარათი და შეიძლება უარესიც გველოდოს. აი, როგორც ბიზნესმენი, ბანკირი, ისე მოქმედი, რა პრობლემებს ხედავთ? უძიმესი სირთულე არის ეს ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, ეს ხო დომინოს პრინციპით არის რა. ერი დგას წინაშე ამ პრობლემისა. რა შეიძლება სამ თვეში ან რამდენიმე თვეში ეკონომიკაში, აი, როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ეკონომიკას ამას არაფერი ვერ უშუალებს. ჩამოშლა მოხდებოდა, მაგიტო ღელავ, მაგიტო ამოვიღე პირველად, მე მგონი პერსონალიებზე არასოდეს მეთქოს ღია ეთერში რამე. ერთხელ ვთქვით, ცოტა ისე რა, გაკვრით ნათიაზე და დღემდე გაბრაზებულია ჩემზე, ნათია თორნამს. განიცდით? ამიტომ მაშინ გადაწყვეტე არ მეთქვა და ვერ მოვითმე, ყველა ისე თქვი ეს. მაგრამ არ უნანო რა, თორე უნდა იცოდენ ახალგაზრდა რაზეც არის საუბარი. კარგი. რა პრობლემებზე შეგვიძლია უფრო ფართოდ წარმოვიდგინოთ თუ გაგრძელდა სანქციების ნაკადი. ბიძინა ივანიშვილის ჩვენ არა ვართ რუსეთი და არა ვართ სანქცირებულია. აი, რა ელოდება ეკონომიკას, ვერ გაუძლებს საქართველოს. აი, იმ ბიზნესებში სადაც ჩამოიშლება. ჩვენ ვერ გაუძლებ, ჩვენ არა გვაქვს ეს რესურსი, არც ამხელა ქვეყანა არა ვართ, არც არანაირი პოტენციალი არა გვაქვს, ჩამოიშლება. ღრმა კრიზისის წინაშე ვდგავართ, ამიტომ თხოვეთ, რომ იმ ხალხსაც თხოვ, მათაც ხო ეს აქტივები ამ ქვეყანაში აქვთ, არა, იმ გოგოებს და ბიჭებს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი თითოეულ მოქალაქეს აქ რაღაცა პატარა ქონება მაინც, რომ ისი არ გაუფასურდეს საბოლოოდ. ეს არის ჩვენი ერთადერთი და აუცილებლად გადასალახი პრობლემა. რომ ამუშავდეს პარლამენტი, ეს არის ჩვენი თხოვნა, ჩვენი
რა ვიცი. ვამბობ რომ მომავალი თაობები სანთლებს აუნთებენ. ამ ხალხს ვინც ახლა მშვიდობას დაამყარებს და პირველ ნაბიჯს გადადგამს. და ვისაც კი ამბობთ რომ გამარჯვებულებს არ სჯიანო, მაგრამ ვის ხელშიც არის ძალაუფლება, ვისაც მეტი ბერკეტი აქვს, შესაბამისად მეტიც მოეთხოვება. მან საერთოდ ერთი ნაბიჯი ან რაღაც სიტყვით, საქმით, არაფერი არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებას გულისხმობს. ყველაფერი უნდა მარტო ვაპატიოთ რა. ყველაფერი უნდა გააკეთოს, როგორ შენ მეუბნები რომ ცალმხარეს მოუწოდე ორივე. ესე გამოგდით. არა. აი რას მოუწოდებ? აი მაგალითად რა გააკეთოს, რა შეუძლია ირაკლი კობახიძეს, ან იმ შეხვედრაზე თუ უთხარით რამე, რომ აი რაღაცა ქენით, აი რა ქნა. და შეხვდეთ თავის ოპონენტებს, ვინც არიან თუ შეხვდებიან, არ ვიცი, კი იძახის ირაკლი. იქვე ხო თქვი ჩვენ შეხვედრაზე 4 ბიზნესმენმა ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი რა. ამაზე და იქვე გადავწყვიტეთ და მე ვიყავი ამის ინიციატორი, რომ ახლა გავაკეთოთ სია და იქნებ ღია ეთერში შეხვდეთ და ისაუბროთ ხალხთან ამაზე და მე გადადგეს. როგორ უნდა ქნას? უნდა შეხვდეთ, ესაუბროთ რა. ვისაც გაქვს ქმედებაში საწინააღმდეგო აზრი. ანუ ფაქტია ქართული ქმედებაში არის რომ უნდა შეხვდეთ. მე გადაწყვეტილებამ 28 ნოემბრის გამოიწვია ის რაც გამოიწვია და სადაც ვართ დღეს ერთი თვეა, ხო უკვე? და მე არ ვიცი რასიზმს მთავრობ მე ხო ვერ გადავწყვეტო მაგათ ყველას თავისი არჩევანი აქვს მე შემიძლია თქვა მე რო ვიყო პრემიერ-მინისტრი რასიზმი როგორც ოპოზიციას ურჩევთ რომ შედით და პარლამენტში იყავითო და ახალგაზრდებს ურჩევთ სახში წადითო აი ოცნებას რას ეტყოდეთ მე ეს როგორ გავაკეთებდი ოცნებას უთხარით ხო ბევრჯერ ხო უფრო იყოს ლოიალური სწრაფად უნდა გამოიძიონ ის საქმეები რაც დაკიდებულია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს ვინც დასაჯელია მაქსიმალურად თუ ძალიან რაღაცა განუზომლად დიდი დანაშაული არ იკვეთება რომ განთავისუფლდნენ პატიმრები რა მეტი რა უნდა არ გიჯერებთ ეს არის აი 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე თუ თხარით რამე ან თქვენ როგორ გაიგეთ მაშინ ეს განცხადება ყველას გვეუბნებიან ზოგმა წაკითხული ვერ გაიაზრეთო ზოგი არაკეთილ სინდისიერები ხართო ზოგი ისე ვარ და მკაფიო თქვა რომ 2028 წლამდე ვაჩერებთ მოლაპარაკებების დაწყებას არის ახლა ჩვენ რაც ვილაპარაკეთ რა ტრაგედიებზეც ვისაუბრეთ დღეს აღამოს მე და შენ აღარ არის მნიშვნელოვანი 28-ის განცხადება ხო გითხარი მე ადამიანები შეიძლება იმ ერთმა განცხადებამ გამოიწვია არა ეს ერთი განცხადება ასეთ რაღაცებს რომ ერთმანეთი ხოცოს ვერ იწევს ამიტომ საბაბებია უბრალოდ გავართ და ვაპროტესტებთ იმას რა განცხადებაც და ხო იქვე წერია გითხრა და 4-ზე იქვე განმარტა 1000-ჯერ რა იქვე ქვევი წერია რომ არაფერი არ იცვლება ეხლავე გიწერთ ხელს არაფერი არ იცვლება ეგ ხო არა სერიოზულია ბატონო არა არის არასერიოზული ხელს და მიმიღე ეს არ ხდება ხო იცით ყველაფერი ხდება ყველაფერი ხდება. რატო არ ხდება? რა არის ხა მაგ განცხადებაში? თუ გეუბნება რომ მე არ ვცვლი არაფერ კურს, მაინც დაკეტილია კარები და ანუ აზრი ვერ ჩამოაყალიბეს სწორად მაშინ ეგ არის პრობლემა? იჩქარა, რავი, შეიძლება თქვა. იჩქარა ირაკლი კობახიძემ თუ ბიძინა ივანიშვილი? მოდი პირდაპირ. ირაკლი კობახიძე. რატო ეს გუნდი ხო ჩამოყალიბებული არ არის ეს ერთპიროვნული მიმართვა? ან იძახით რომ რაღაც ტირანია ქვეყანაში მქონია საშუალება და შენს გარდა კიდე 4 არხი არის რომ დღე-დღე 24 საათიან ეთერში ხარ ოპონირებთ მთავრობას და ტირანია ამ ქვეყანაში ეს არის ჟურნალისტიკა ზოგადად უნდა იყოს ეს თქვა ხიზლად ამყოფის ნამდვილი ჟურნალისტიკა მაგრამ ეს არის მე-20 საუკუნის ერთი ქვეყანა დაასახელეთ რომ ესეთი დემოკრატია როგორც ახლა ჩვენ აგვაქვს ერთი ქვეყანა. მარტო დღეს ისეთი კანონები ამოქმედა, შეგვიძლია ეთერს შემდეგ ვისაუბროთ, თუ ეს დემოკრატიასთან რამე კავშირში არის ის კანონები, რაც შედის ძალაში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აი ეს 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩვენ ერთად მივიღეთ და ამიტომ დავსიკითხვა, რომ ეს არ იყო ირაკლი კობახიძეს რაღაცა იჩქარა, ახალგაზრდა და ესე თქვა და მე სხვანაირად თქვა. ამიტომ ვიკითხე, რომ აი ხო და ზუსტად პრევენცია გავაკეთე, მე 16-ში რაღაცა უნდა და თავისი გეგმა მე არ ვიცი ესე ღრმა პოლიტიკაში ვერ შევა. მეჩი რაღაც არეულობას ელოდნენ, სუსი რაღაც ხაპრებს გიყვებოდა და არაფერი ხდებოდა ამიტომ თურია დაიჯერო. ერთაზე ასე ვერ მივედით. მე და შენ ორი მოქალაქე. ამ ქვეყანას რა უშველეს? ჩხუბი, ბრძოლა თუ შერიგება და თბილი საუბარი. ეხლა ამ წუთას სხვა გამოსავალი გვაქვს ქართველებს? ხო. ერთად. ერთად უნდა გადავალგოროთ ესე. ვაპატიოთ ყველას ყველაფერი. აი აუტანელი თუ შეიძლება რა როგორიც არ უნდა იყოს წყენა, როგორიც არ უნდა იყოს ტკივილი, უნდა ვაპატიოთ, რომ გადარჩეს ქვეყანა.
ხო, თუმცა თქვენც ამბობთ, რომ მოუწოდეთ უფრო თვილები იყვნენ, ესე არის საუბრონო, იგივე პატიმრებზე. ყავის ქურთუკიანები ბოლშევიკებს მახსენებენ და არ გვინდა. ეგენი არ გვინდა. ყავის ქურთუკიანებს ვერ მივიღებთ. პატიმრებთან დაკავშირებით მე ხარ მოგიკითხავთ ისე ბიზნესმენები რომ იყავით, მახსოვს რომ თითქმის ყველამ იქ მათ შორის ააყენა საკითხი ახალ წლამდე პატიმრების გათავისუფლების. ადმინისტრაციული სასჯელით ვინც არის, ესენი ესეთი ამათ ისედაც უწევდათ. უწევთ და დანარჩენების სისხლის სამართლის გამოიზიონა. ესეთი პასუხი მივიღეთ მაშინ. ხო, მე არც ჩვენ არაფერი არ გაგვიგია. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა თუ გიცდიათ? ამ მინისტრებთან და შეწყალება ხდება, როცა სახეზეა დანაშაული და ითხოვს. ხო, და სახეზე ვერავინ ვერ ნახა ეს დანაშაულები და ამაშია. ეგ თალკე პრობლემაა, მაშინ თუ ვერ ნახა. და უნდა პრობლემა აქვს. წინა კვირას აქ ზურაბ ლალაზაშვილიც იყო და თქვენც გეხსომებათ რომ თქვა რომ მე ვიკითხე აი ესე სასიკვდილოდ და რაღაც ოპერაციები რო დასჭირდათ ადამიანებს ესე რო იყვნენ ნაცებები მე თუ მოყვა რეაგირება თუ ეს გადაცდომა იყო არა ნუ სახსავმადი წაიყვანეს და მე არიან ნაცემი ეს ხო პასუხები ვერ მივიღეო მოკლედ ესეთი იყო ბიძინა ივანიშვილთან თუ გიცდიათ ბიზნესმენებს მსხვილ ბიზნესს მათ შორის თქვენს მაგალითად ამ დროის განმავლობაში შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე. პირადად მასთან? არა, ხო, სატელეფონო. ნუ მქონდა ზარი. რა თემაზე? ზოგადად რომ სიმშვიდე და როგორ შეიძლება ეს რომ დაწყარებულად ისე და აპოგეაში იყო ეს დაძაბულობა იყო პიკში არჩევნებამდე და ამ თემებზე საუბრობდით. რო არ დავაზიანოთ ისევ ეს ქვეყანა და როგორ გამოვიდეთ ჩვენი აზრები თქვით მაშინაც ზუსტად იგივე მოუწოდეთ რასაც ახლა ვამბობ 28 ნოემბრის შემდეგ თუ გქონიათ ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მცდელობა კომუნიკაციის თუ არ ხდებათ არავის ხდება ესე ვიცით და არ არის მაგის პრობლემა მე მგონი თუ მოვითხოვთ შევხვდებით კიდევაც არ არის დრო რო შეხვდეთ, იმიტომ რომ თავარი ხომ მაინც ის არის და იქნებ დაარწმუნოთ თქვენს თქვით იმ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, რომ ძალიან ასე ვთქვათ სერიოზული რისკების და პრობლემების წინაშე არის ქვეყანა, გაჩერდა ტურიზმი, აღარ არის რესტორანი. მე მგონი თვითონაც არ ვარყოფენ არავინ, ხო? ხო, მაგრამ რას აკეთებენ ვარ ხედავთ? ისე ვიქნებდივარ. ველოდებიან. საზოგადოება რას გადაწყვეტს საბოლოოდ? ხო და საზოგადოების ერთი თვეა საზოგადოების ხმა ამ ნაწილის ისმის ქუჩაში. კი. ტრაგედია ჩვენთვის. უნდა დასრულდეს. რო არ არის ერთობა ქვეყანაში. უნდა დასრულდეს ეს ტრაგედია. იქაც ხო თქვი, ლექსადაც გითხრათ, რომ კათედრო კაცება გვაოხერტიალებს რა ამდენად ტევადია ქართული ენა, აი გვაოხერტიალებს. გაშიფრება როგორი კათედრო კაცება რომ გვაოხერტიალებს ეს არის ტრაგედია. არის გრძნობა თუ გავალთ საღამოს კათედრო კაცება, პირიქით ძალიან ბევრი ვართ. კათედრო კაცება დაშლილ ქვეყანას ნიშნავს და ეს ტრაგედია გავიარეთ. გიორგი სააკაძე ყველა მიცით და ბაზალეთის ტრაგედია. 20000 კაცი მოკვდა ერთ დღეში. ამ შეჯახებაში ქართველებმა ერთი ამაზე იყო, მეორე ამაზე იყო და ეს გამოიწვია. საფინანსო სექტორის ხო, უფალს რო ეგეთი რამე არ მოხდეს ამ ქვეყანაში მეჯერ. ხო, მაგრამ რამდენი ვთხოვოთ ამ უფალს? რაღაცები ჩვენც უნდა გავაკეთოთ, რაღაცები არ უნდა შეგვეშალოს, მეტი პასუხისმგებლობა რო გვაქვს. ალბათ მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეც მაგას ვამბობ და მაგაში გეთანხმებით, მაგრამ მგონია რომ ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, თუ ვალდებულება, პასუხისმგებლობაც მის მხარეს მეტია. ხო, მაგრამ ეს რა არის, მე ვერ ვიგებ რა, რომ გამოდმებული შორია ისეთ განცხადებას რო გააკეთებ რომ არა ეს როგორ შეიძლება შიგნით ქართული ხალხის ესეთი უმადურობა როგორ შეიძლება რომ არ დაუფასო ეს პარტნიორებს ასეთ დღეში აგდებდა იზოლაციისკენ მიდიხარ და ბოდიშსაც არ იხდი პირიქით აქეთ ამბობ რომ შენ წაკითხulis გააზრების პრობლემა გააქვს ან რაღაცა კეთილსინდისიერი არ ხარ ეგ ცუდია მაგრამ ნახე აი ქუჩაში ეცემოდნენ ქართველები და პატრონი არ იყო სასწრაფო არ ხელს არ კიდევდა თუ ფულს არ გადაეხდიდა მარტო ეს რა დღეს ამის უმადურობა შეიძლება
აჩიდაში მოხდი გუშინ წინ. ის კადრებიც გეკნებათ ნანახი, როდესაც მოქალაქეს ეგრეთ წოდებული ტიტუშკები გაეკიდნენ თბილისში ღამით. იქვე პოლიცია იდგა, საშველად ითხოვდა და პოლიციამ გვერდზე გაიხედა. როდესაც ეს დროებით და წლები აშენების ტრაგედიაა და ამ ტრაგედიამდე თვალის დახუჭვა მიგვიყვანა. პრობლემა. ბევრი პრობლემა ხელისუფლებას ხო იმიტომ ვქირავთ. ნუ იძახის ხელისუფლებას, ჩვენ საზოგადოებამ უნდა დავდგეთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ საზოგადოება ვქირავთ ხელისუფლებებს, იმიტომ არჩევნებში ხმას ვაძლევთ, შემდეგ გადასახადებს ვიხდით, ხელფას ვუხდით, რომ ქვეყანაში აშენონ ინსტიტუტები და რაღაცა წინ წავიდეთ და არა ვიყოთ აი ამ გაჭედულ მდგომარეობაში. არა, ინსტიტუტების შენებას არაფერი აკლია ახლა. იმდენი ხარდაჭერა არის ბიზნესის. მაგალითად ბატონლაშა. სამართლოში არის სიზნელები და არ არის დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა, რომელსაც ეგ სირთლის სიზნელები არ აქვს პერმანენტულად და ვახავენ რა. რაც იყო 20 წლის წინ იმაზე ბევრად წინა ვართ, ხო, მეთანხმები. 5 სანქცირებული მოსამართლე ყავს. რა ვიცი რა ჩამოუთვალო სასამართლო სისტემა BEG-ის ინდექსებშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, ხო და 12 წელი როცა ხარ ხელისუფლებაში პატარა ქვეყანა ვარ და ზედმეტი ამბიციები გვაქვს. პატარა ქვეყანაში შეიძლება დიდი პრობლემებით უფრო სწრაფად მოაგვარო ვიდრე დიდ ქვეყანაში. ამაზეც თანხმდებით არა? არა, ვერ თანხმდებით მაგაზე, იმიტომ რომ 2000 წელია დიდი ინტერესია ამ ქვეყნისადმი. ყველას უნდა რაღაცა მოგვამტრიოს. თავისი გონი ვარ, თავისი. ჩრდილოეთს თუ სამხრეთელ მეზობელს. ყველას უნდა რომ თავისი იყო და ვერ ხდება. მოდი გადავრჩით, ერთად გომი და ერთად, მხოლოდ ერთად. ცალსაკე ვერ გადავრჩები. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა არ გქონია. კარგი რამე თქვი, შენ ახლა ვიმუშავე. დაურეკავ. ხო. და რა სიტყვით, აი, მან რა ქნა. რო შევხვდეთ რამოდენიმე ბიზნესმენი, როგორც ირაკლი შევხვდეთ. ვისაუბროთ აბა რა, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან. მოვიკითხავ შედეგებს თუ შედგება, თუ შეგხვდებათ აუცილებლად. გაიგეთ. რადგან აქ ხართ გამოვიყენებ ამ შემთხვევასაც BEG ფაქტობრივად ერთადერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელსაც ამ დრომდე კიდევ გამახსენდა რა. არ უთქვა. პირველად რა ვთხოვით, იცი? ეს ქადაგიზეზე ბრუნდები, ისე ვის ესწრებოდა. 2008 თუ 9 წელს შეხვედრაზე რა. აი რა რეები გამოვლილი ბიზნეს არ მოედგინეთ თქვენ და ეს ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა. ჩვენი თხოვნა იყო პირველ შეხვედრაზე, სადაც ქადაგიზე ესწრებოდა სულ 2 იყვნენ თუ 3 თავრობიდან. ჩვენი თხოვნა იყო რომ ბიზნესმენები, თხოვნა კი არ იყო ბიზნესმენები არ დაიჭირო. კი ბატონო დაგვიჭირე, კი ბატონო კამერების გარეშე იქნებ დაიჭირო, ეს იყო პირველი თხოვნა. რაც შეგვისურვეს. იმ დღიდან აღარ დაუჭერიათ არავინ კამერების ქვეშ. აი ბოლოს დაზღვევის ბიჭები დაიჭირეს კამერების ქვეშ. სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები რამოდენიმე. თუ გახსოვთ ეგ, მაგრამ მაშინაც პატარა იქნებოდა. შეიძლება, თუმცა ჩვენი ეს ქონდა სათხოვარი, რომ კამერის ქვეშ არ დაგვიჭირო. დაგვიჭირე კი ბატონო, ზატავართო ყველანი ვიყავით. ესე არა უკანონოდ არ უნდა დაიჭირო. არ უნდა დააფასოთ ეს. ეს უნდა დააფასოთ ეს. პირველ რიგში უმადურობა ძალიან. რატო უნდა დააფასდეს? ის ცუდი იყო და ყველაფერი ცუდს რატომ უნდა შევადაროთ, ხო? შეიძლება ცუდში ჩვენ დავივიწყოთ, ან ის 12 წელი მორჩა, აგეს პასუხი, ამიტომაც არიან ოპოზიციაში ამდენი წელი და ამ არჩევნების შედეგებმაც აჩვენა რა შედეგებიც დადო უშუალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ, ხო? მაგრამ ეს რაღაცა რომ დავხუროთ და ამათ მოვთხოვოთ უფრო მე აღარ მგონია რომ ის ნაციონალური მოძრაობა მეტი ამაზე არის საუბარი ქართული ოცნება როცა ხელისუფლებაში მეც კი მომბეზრდა ჩემი თავი ივანიშვილსაც აქვს ნათქვამი და ანუ რო არ მობეზრდეთ და ამიტომ იმის ნაცვლად რომ კიდევ უფრო მეტი მოსხოვოთ თქვენ ყველაფრით კმაყოფილი ხართ რომ იმათად არის და ეგ არასოდეს არ ვარ კმაყოფილი ჩემსავით ოპონენტი სახელმწიფოს არ აყავს ხოლმე აი ყველაზე უკმაყოფილად ხართ მაშინ ყველა მინისტრთან მქონდა აი ყველასთან ნათიაზე ხო ვიძახი რა თქვა არ არის მინისტრი მე ვისის კმაყოფილი ვარ ერთადერთ ლაშას ვაკებ ხოცეშვილს ხოლმე კარგი იმიტომ საგადასახადო ინსპექტორი არ მინახავს 12 წელია ჩემთან არცეთ იმაში არ შემოსულა ყველაზე დიდ გადასახადად შევიდა 57 კომპანიას მართავ ახლა და არ მინახეს საგადასახადო ინსპექტორი დიდი მადლობა ლაშა ხოცეშვილს აქ ეთერში ასევე და ყველა მესე რომ გააკეთოს მაგარი რომ შევაჯამოთ ჩვენი ინტერვიუ
ფაქტია, კარგ მდგომარეობაში არ ვართ. ამაზე ხო კარგ მდგომარეობაში, კი ბატონო. ფაქტია ისიც, რომ ხალხი დგას, პასუხისმგებლობა ხელისუფლება, თვითონ სიტყვაც გვეუბნება, ვის ხელშია ძალაუფლება, ფაქტობრივად ქართული ოცნების ისიც უკან არიხევს. რამდენიც არ უნდა ერთი კვირის წინ უთხარით ალბათ თქვენ რომ უფრო თბილად მოეკეცით ხალხსო, მაგრამ არაფერი არ ეთყობა ირაკლი ამინისტიას ყველაფერი რაც კი ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენა. თავარი მაინც არის საქმე, ხომ? ამ შემთხვევაში ქვეყანა შედის ეკონომიკურ კრიზისშიც, იზოლაციაში, სანქციები მოდის და მოდის. ალბათ დიდი რისკია, რომ თუ ესეთ გაღრმავდა კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური კრიზისი, ეს დაეთყობა ეკონომიკას, ეს დაეთყობა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს. დაველოდოთ 3-4-ით ვერ აღახდა. 3-4-ით არაფერი არ არის და ამიტომ მოუწოდებ მე მათ რომ შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტი შეიძლება ბოიკოტი მე გამოსვლა და დაველოდოთ აი ბერლინის კედელი ჩამონგროვამდე რო არ მოგვეწყო ქართველებს ეს დამოუკიდებლობა ხო შეიძლებოდა და შეგვრჩებოდა რაღაცა 2 წელიწადში ჩაგიგდა მე თქვენ ეს გადაცემა თომა ჩაგელიშვილი ძალიან მაგარი ფილმი არის გადაღებული როგორ ჩამოიშალა ერთ დღეში 70 წელი ნაშენები ქვეყანა. თუმცა ოცნებაც შეიძლება და დალოდებოდა 28 ნოემბერს, მაშინ ის გადაწყვეტილება არ გაეკეთებინა. შენ ისევ ოპონირებაში ხარ რა. ეხლა რა ვქნა, დღეს იქით რა ვქნა. პრეტენზიები რო დავიქირავე, რატო არის? დღეს ამას იქით რა ვქნათო, მაგაზე არ ვსაუბრო. დღეს ამას იქით ვქნათ, რომ დაველოდოთ. შენ რასაც ამბობ, რომ კრიტიკული მომენტები მოდის. ალბათ ხალხი ისევ ქუჩაში დაელოდება და ნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. შენ თუ ესე მოუწოდებ დაელოდებოდა, თუ მოუწოდებ რომ აღარ გვინდა. ესეთი ფასი აქვს, ჩემს სიტყვას არ ამგონია. BH-ის რატო არაფერი არ უთქვამს აქამდე, ეს ამ კითხვას ვსვამდი და მე აზრი გამიწყდა სხვა თემაზე გადახვედით. ან გამოსავალზე, ან შეფასებაზე, ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია ხართ, ყველაზე ისეთი მოლოდინია ხოლმე, რატომ არაფერს არ ამბობენ და ალბათ გაგებული გექნება ცხობისგანაც რატომ, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესი და ამიტომ არის არავის არ მოწონს ეხლა მე რასაც ვამბობ, მე როცა მოუწოდე ერთობა, არც ერთი მხარეა, არც მეორე მაყოფილი. ის იძახის რომ მოუწოდე ესე მოუწოდე. მე დავაფიქსირებ ფაქტები. რა მოხდა და რა გველოდება. ცუდი იყო, ბევრი რამე გაკეთდა, მოდი ერთად გადავდგა წინ ნაბიჯი. სხვა არაფერი გამოსავალი არ აქვს ქართულში. თუმცა ჩემი კითხვა იყო, ანუ ამაზეც, თქვა თქვენ რო ფიქრობთ, ისე არ ფიქრობს ყველა, როგორც ჩანს მათ შორის ასოციაციაში, ამიტომაც არ გვინახავს ჩვენ აქამდე ერთიანი განცხადება, ტექსტი. ყველა ერთნაირად ფიქრობს. მაშინ რატო არ მოუწოდეთ ან ხელისუფლებას, ან ხალხს? მოუწოდეს იქ ხალხმა თავისი აზრი და აფიქსირეს კრიტიკული აზრი რა. ერთიანი ჩვენ ვერაფერს ვერ მოუწოდეთ. ერთიანი განცხადება ვიგულისხმე, რავი, მაგალითად ლარის კურსი რო უფასურდებოდა ხოლმე, ძალიან თამამად მოუწოდებდით ეროვნულ ბანკს, მაშინ წინა პრეზიდენტს მახსოვს, ასე ვთქვათ, მიუშვას ლარი და გამყარება აცალოსო და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა მაშინ როცა არავინ არ ამბობდა, ვამბობდი და როცა ყველა ამბობს, ზემოდან ჩვენი დამატება რა. ხო, ქვეყანა იზოლაციაში შედის და რო არაფერს არ ამბობს სხვილი ბიზნესი ეგ არის. აბა რას ვამბობ? თქვენ BH-ის სახელით ვიგულისხმე BH-ის წარმოადგენთ? BH-ის არა, ლაშა პაპუშის. BH-ი თუ გინდა ძალიან მე არ ვიცი რა გინდათ, რა სელოდები. ჩემი კითხვა იყო, რა უბრალოდ ყველა თავისი აზრი თქვა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებმა და რო არაფერი არ გითქვამთ. გახლეჭილია ეხლა საზოგადოება, ამიტომ იმაზე უნდა ვიფიქროთ. ბიზნესმენებს შორის არა, ხო გითხარი 4-5 ბიზნესმენი არის, ვინც აბსოლუტურად კრიტიკულად უდგება საკითხებს და არაფასებს წარსულს და არ უნდა ამის მიღება და არჩენი იმათანაც ჩვენ არა გვაქვს შიგნით. ანუ უმრავლესობას ესმის ქართული ოცნების პოლიტიკა. არა, უმრავლესობას ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, სოფლიო კატაკლიზმების წინაშე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ესე მშვიდად ნებაც მაგრამ. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში და დავასრულოთ დღევანდელი ინტერვიუ. რაც გვაოხერტიალებს, მაგას დავუსვათ წერტილი. ანუ გათითო კაცებას. მადლობა. წარმატებები